და ბრუნდებით ჩვენ პირდაპირ ეთერში საუბრობთ რა თქმა უნდა უკრაინაში მიმდინარე ომზე რომელიც 17 დღეა უკვე უკრაინულ მშვიდობიან ქალაქებს ანგრევს მიწასთან ასწორებს ომზე რომლის შედეგადაც რუსული სამხედრო ავიაციით ბომბავენ საბავშვო ბაღებს და საცხოვრებელ სახლებს და 3 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე დევნილად აქციეს. რუსლან შავაძე იქნება ჩვენი შემდეგი სტუმარი საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი. რუსლან მოგესალმები საღამომშვიდობის თუ შეიძლება ძალიან მოკლედ როგორი არის 12 მარტის ქრონიკა როგორი არის დღევანდელი მდგომარეობა ასე ვთქვათ უკრაინაში სად მოახერხეს რუსებმა ასე ვთქვათ გაჭრა და უკრაინის თავდაცვის გაგრძელება და სად მოახერხეს უკრაინულმა სამხედრო ძალებმა პოზიციების დაბრუნება და ტრის უკუღდება. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს თანამოყურებელს. დიახ, 12 მარტის მონაცემებით შესაძლოა ითქვას, რომ უკრაინული არმიის პოზიციებს საგრძნობი ინიციატივა იგდეს ხელთ და ეს განპირობებულია უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, იგივე თურქული უპილოტო დამხმელი აპარატები, ბაირახტარები და ასევე კორექტირებადი საარტილერიო ცეცხლის წარმოებით. შესაბამისად, ისმის კითხვა თუ როგორ ახერხებს უკრაინის შეარაღებული ძალები მასობრივი საჰაერო დაბომბვის შემდეგ მოახდინოს ასე რომ ვთქვათ ესეთი ზუსტი ოპერაციების ჩატარება. აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი ერთი ის რომ რამდენიმე დღის წინ კიევში და რამდენიმე ქალაქში ჩავიდა მეორე პარტია ილონ მასკის ეგრეთ წოდებული სტარლინკების აპარატების რომელიც არა მხოლოდ ინტერნეტს აუცილებს არამედ უზრუნველყოფს თანამგზავრულ კავშირზე გაყვანას უშუალოდ და უკრაინის გენშტაბს უფართოებს ხედვის არეალს და შესაბამისად სატელიტიდან ახდენს უკრაინის გენშტაბი გარკვეული მონაკვეთების ასე რომ ვთქვათ დაკვირვება. შესაბამისად ისინი ახდენენ ძალიან ზუსტ კორექტირებად ცეცხლს. ამან ძალიან კარგი შედეგი გამოიტანა კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით, საიდანაც რუსული არმიის ცალკეული დანაყოფები, რომელმაც შემოჟონეს სუმის ოლქიდან და ასევე ჩერნიგოვის ოლქიდან, ასევე ხარკოვის გარკვეული მიმართულებებიდან, სწორედ ცდილობს რუსული არმია, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოახერხოს, ასე რომ ვთქვათ, ორგანიზებული სამხედრო დანაყოფების შეტევა და შესაბამისად უკრაინის არმიის პასუხი იყო ძალიან მკაცრი, ადეკვატური და უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებაზე არაერთი რუსული კოლონის განადგურება მოხდა. ეს რაც შეეხება ჩრდილოეთის მიმართულებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩერნიგოვს, სუმს და ხარკოვს ფაქტობრივად ამ ქალაქებს სრულად აკონტროლებს უკრაინის არმია. შედარებით რთული ვითარება არის სამხრეთის მიმართულებაზე. ქალაქ ნიკოლაევის მედგარი წინააღმდეგობის ფონზე რუსული არმიის ნაწილებმა გადაწყვიტეს, რომ მიმართულებების შეცვალონ უშუალოდ მარიუპოლისკენ და ასევე უკრაინის სიღრმეში იგივე კრივი როგისა და ასევე ზაპოროჟიის მიმართულებით. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებაზე წინსვლა რუსული არმიის განაპირობა იმან, რომ უკრაინის გენშტაბი აწარმოებს ტაქტიკურ უკანდახევას და რას გულისხმობს ეს ტაქტიკურ უკანდახევა გულისხმობს ტრის მოხანცვას, საფრონტის ხაზის გაწევას და შესაბამისად მცირე ტაქტიკური ჯგუფებით ლოჯისტიკის მთლიანად მოშლას და ასევე ჩასაფროებებში მოწყობას, რაც ძალიან აქტიურად მუშაობს და ეფექტურად მუშაობს. აი ამ ომის ფარგლებში თუ ნახეთ იგივე სცენარი, აი მაყურებლისთვის რო გასაგები იყოს, აი რომელი ეპიზოდები განვითარდა დაახლოებით მსგავსი სცენარით. შესაძლოა ითქვას, რომ ეს იყო კიევთან ძალიან ბევრი ასე ვთქვათ მედია საშუალება თუ იგივე ექსპერტის ხომს კითხავს თუ რატომ მოხდა კიევთან მასობრივი სამხედრო კოლონების მობილიზება კიევთან ახლოს. ეს აიხსნება შემდეგი ფაქტორებით. ეს პირველი იყო ის, რომ უკრაინის გენშტაბი არ ველოდებოდა, რომ ბელორუსიდან მოხდებოდა რუსული არმიის შემოჭრა. შესაბამისად, როდესაც რუსული არმია შემოვიდა მიმართულებით, მან მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პრიპიატში მობილიზებული 8000 კაციანი უკრაინული დანაყოფი გაეწვიათ უკან კიევის მიმართულებიდან ნაწილი ჩერნიგოვში გადაესვლათ, რადგან მაქსიმალურად სიღრმეში შემოეტყუებინათ რუსული არმიის ნაწილები და ერთ ადგილზე კონცენტრირებული რუსული ნაწილები შესაბამისად მათ არ ექნებოდა დიდი მანევრის საშუალება შესაბამისად სხვადასხვა ფრონტის მიმართულებაზე.
ამ ტაქტიკას ასე რომ ვთქვა ძალიან კარგად ავალღო იმანაც რომ კიევი არის ძალიან კარგად დაცული და კიევის საჰაერო სივრცეს უკრაინის საზრენო სარაკეტო კომპლექსები აქტიურად ახდენენ და შესაძლოა ითქვას რომ ხელით გადასატანი საზრენო სისტემები როგორც მიიღეს დასავლეთიდან როგორც არის იგივე სტინგერი იგივე ტანკსაწინააღმდეგო ენლავი, ჯაველინი, იგივე იგლასა და სტრელას ტიპის სისტემები ძალიან აქტიურად ძალიან კარგად მუშაობს სამმართველობით. კიევი არის ძალიან რთულად ასაღები ქალაქი, თავისი ასე რომ ვთქვა სტრატეგიული მდებარეობით და შესაბამისად ეს შეიძლება ითქვას რომ ამას აუღო უკრაინის გენშტაბმა, უკრაინის გენშტაბის მიზნებში შედიოდა რომ რუსეთს მოეხდინა ერთმიმართულებით ამხელა ძალების კონცენტრება და ჩვენ ყოველდღიურად ხედავთ როგორი ქირურგიული სიზუსტით ახდენს უკრაინის შეიარაღებული ძალები, ასე რომ ვთქვათ, მტრის კოლონების განადგურებას და აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში აქტიურად ჩაერთო ბრძოლებში ბაირახტარები, რაც განპირობებულია სწორედ ილონ მასკის მიერ გამოგზავნილი სტარლინკის აპარატების ჩამოსვლით, რომელიც თანამგზავრულ კავშირთან, თანამგზავრულ მოწყობილობასთან კავშირს უზრუნველყოფს და თანამგზავრულ კავშირზე უშუალოდ კავშირის მეშვეობით ბაირახტარების მართვა გაცილებით უფრო ეფექტურია და რუსული რეპ სისტემების და იგივე რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, როგორც არის კრასოვა, იგივე თორი და ასევე სხვა სისტემებისთვის არის ხელმიუწვდომელი. უნდა ითქვას, რომ კიევი ამ დროისთვის ყველაზე მეტად დაცულია როგორც სახმელეთო მხრიდან, ასევე საჰაერო მხრიდან. რთული ვითარება საკმაოდ მარიუპოლში, მოიხსენებათ ქალაქი უკვე 12-ე ალყაშია, სამწუხაროდ ქალაქი უკვე შიმშილის ზღვარზეა, მასობრივი დაბობა მიმდინარეობს როგორც ავიაციის მიერ, როგორც ბომბდამშენების მიერ, ასე რეაქტიული артиллерიის მიერ, რადგან მოიხსენებათ მარიუპოლი მდებარეობს აზოვის ზღვაში და იქვე არის დონეცკის ოკუპირებული რეგიონი, სწორედ სადაც უკრაინის რუსული არმია თავისუფლად მოქმედებს, რადგან მანამდე ჰქონდათ ეს ტერიტორიები დაყოფილი. შესაბამისად, იქიდან რეაქტიული артиллерიით ბომბავენ ამ ქალაქს. შესაბამისად, ამ ქალაქში ძალიან რთული ვითარებაა, თუმცა ითქვას, რომ უკრაინელი ერის გმირობის ხარჯზე ისინი ახერხებენ სამხედრო ლოგიკასაც აცდენილ, ასე რომ ვთქვათ, გმირობის სამხედრო ლოგიკაშიც არ ჯდება ის, რასაც მარიუპოლის გმირი დამცველები აკეთებენ ამ მართლით. ხო, ნამდვილად თავისთავად. ხო, კიევს რაც შეეხება, ზელენსკიმ გააკეთა ცოტა ხნის წინ განცხადება, რომ ერთადერთი შანსი კიევი აიღონ რუსებს ექნებათ თუ კი ქალაქს მიწასთან გაასწორებენო და როგორც ჩანს ეს მართლაც ასეა, იმდენად კარგად არის დაცული უკრაინის დედაქალაქი. რუსლან, ვიდრე ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს, მე მინდა მოვისმინოთ ჩანაწერი, მოგხსენება უკრაინული თავდაცვა მუშაობს იმაზე, რომ რუსი სამხედროების სატელეფონო თუ თანამგზავრული ტელეფონით საუბრების ჩაჭერა და შემდგომ ჩაწერა მოახდინოს, როგორც თუნდაც საომარი დანაშაულის მტკიცებულებებისა. ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი გავრცელდა ცოტა ხნის წინ, შეგვიძლია მოვისმინოთ კონკრეტულად რაზე საუბრობენ რუსი სამხედროები და რა სახის უკანონო დავალებებს იღებენ და შემდეგ მინდა გავაგრძელოთ საუბარი имазе, რა ტიპის კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს ეს ყველაფერი, ჯერ მოვისმინოთ რუსი სამხედროები. Гражданских людей даже смотреть в их сторону. Теперь сказали, всех хуярить, всех подряд, гражданские, дети, не дети, всех хуярить, сказали, всех. Нас здесь мало, бля. Нас окружили здесь. Охуеть. Окружили тоже как здесь, короче, блядь, город. Мы в городе, в каком-то военном украинском заводе. Здесь дохуя старой техники, всего. Здесь 9-этажное здание, блядь. Любого, кого увидите, любой, кто фонариком просветит, что бы ни сделал, всех хуярить, сказали. Вот только что снайпер на вышке, который сидел, троих за забором убил, который с фонариком что-то в нашу сторону просто светили. Троих убил, вниз спустился, перезарядился. Стояли, разговаривали. Теперь можно спокойно спать, говорит, спокойной душой. Охуеть. Короче, кажется, что нихуя, на самом деле, что самое пиздец здесь что творится. На днях, слышишь? Да. На днях столько 200-х грузили, 300-х грузили, ебать там что творилось, бля. 200-е это мертвые, которые 300-е это которые раненые. ხო, ჩვენ ვიდრე გავაგრძელებთ საუბარს, ანუ საუბრობდა ეს სამხედრო იმაზე, რომ
მითითებაა, რომ მათ შორის არც სამოქალაქო პირების მისამართით ცეცხლის გახსნას არ მოერიდონ, რადგან მდგომარეობა რთულია. ამ ჩანაწერს ავრცელებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და ამბობს, რომ ეს არის სწორედ რუსის სამხედროების სატელეფონო კავშირის ამსახველი ჩანაწერი, აუდიო ფაილი. რუსლან, ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში. უნდა ველოდოთ თუ არა, როცა შენ საუბრობ იმაზე, რომ კიევი კარგად არის დაცული, რომ ტაქტიკურად სწორ მოქმედებებს აკეთებენ უკრაინელი სამხედროები, რომ ისინი ყველანაირი თვალსაზრისით სწორად მოქმედებენ და აბსოლუტურად ადეკვატურად იგერიებენ მტერს. აი ამ ფონზე უნდა ველოდოთ თუ არა იმას, რომ ომის მეორე მხარე, ის ვინც მოახვია უკრაინას ეს საბრძოლო მოქმედებები, კიდევ უფრო ბინძურ პროვოკაციებზე წავა, კიდევ უფრო სასოწარკვეთილ ნაბიჯებს გადადგავს და კიდევ უფრო მეტად გარისკავს სამოქალაქო მსხვერპლს, კიდევ უფრო მეტად შეავიწროებს სწორედ რიგით უკრაინელებს, მშვიდობიან უკრაინელებს და შეუიარაღებელ მოქალაქეებს დაესხმება თავს. დიახ, უკვე ამ ნაბიჯებს გავს რუსეთი იყენებს უკვე NKVD-ს სტრატეგიას, როდესაც მეორე მსოფლიო ომში 1940-იან წლებში NKVD-ს ჯარი იდგა რეგულარული არმიის და მოხალისეთა ნაწილების უკან, რომ უკან არ დაეხიათ, რომ დაევლოთ ხოლო წინ. იგივე საკეთებს კიევის მისამართებელთან, როდესაც რუსებმა რამდენჯერმე ვერ მოახერხეს ორგანიზებული შეტევა და ჩეჩნური დანაყოფები დგანან უკან, რომლებიც უშუალოდ სროლით ემუქრებიან რუსულ ნაწილებს, რომ განახორციელონ შეტევა და ეს ფაქტორი მივეთანხმებს იმაზე, რომ პუტინის ინტერესებში არ შედის ადამიანის სიცოცხლე, მისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ მიზნის მიღწევა და ეს ომი მხოლოდ მის ინტერესებშია. სამხედრო ელიტის უდიდესი ნაწილი უკვე ამ სკეპტიკურად უყურებს, მათ უკვე მიხვდნენ იმას, რომ ამ ომში გამარჯვების ალტერნატივა და შანსიც ძალიან მცირე აქვს, რაც უფრო გაჭიანურდება ომი, შესაბამისად რუსეთი მიმართავს ამ მეთოდებს, რომელიც ფაქტობრივად ნაციზმის დანაშაულის ტოლფასი უკვე ხდება და დღეს ებრაულმა დიასპორამ უკრაინაში ცხოვრებამ მიმართა ებრაულ დიასპორას მთელი სოფლიოს მასშტაბით, რომ მათ აღუდგენ რუსულ ნაციზმს, დღეს მოგეხსენებათ ებრაული, ასე ვთქვათ, მემორიალი და ებრაული სასაფლაოები დაბომბეს რუსულმა ფონდაშენება. ასევე აღსანიშნავია ეს ფაქტი, რომ რუსული არმიის 90% მობილიზებული მოიერიშე ბატალიონების მანამდე იყო ომის დაწყებამდე იყო 120 მოიერიშე ბატალიონი, გაძლიერებული ბატალიონი, დამხმარე ბატალიონი, რომელიც შედგებოდა 1000 კაცი, დაახლოებით მათი 90% ბრძოლაში ჩართულია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსულ არმიას აღარ გააჩნია მანევრების საშუალება, მას აღარ შეუძლია სწრაფი ტაქტიკური გადანაცვლებით ბრძოლის მიმართულებები შეცვალოს და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბრძოლა უკვე გაჭიანურების ფაზაში შევიდა და შესაბამისად პოზიციური და ასე ვთქვათ, ინტენსიური პოზიციური ბრძოლების დინამიკა უფრო და უფრო იმატა. ფაზაში და რამდენ ხანს შეიძლება თქვათ აი ამ ორივე მხარის რესურსების გათვალისწინებით რამდენ ხანს შეიძლება გააგრძელდეს მაშინ ეს კონფლიქტი? ის ფაქტი, რომ რუსეთი ცდილობს თავისი სხვადასხვა სატელიტი რეგიონებიდან არმიის მობილიზება, მიუთითებს იმაზე, რომ რუსულ არმიას არ ყოფნის სამხედრო ძალა აღებული ტერიტორიების გასაკონტროლებელთაც კი. და ის ფაქტი, რომ პოზიციურ ბრძოლებში უკრაინულ არმიას უპირატესობა აქვს, ამას არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ დასავლელი ექსპერტებიც ამბობენ აქტიურად. შესაბამისად, ამ ნაწილების ჩართვა, რომელთაც მობილიზებას ცდილობს იგივე ჩეჩნეთიდან, დაღესტანიდან, იგივე გიურის ბაზიდან, სომხეთში არსებული გიურის ბაზიდან, სირიიდან, ასევე ლიბანში თალიბანის გარკვეულმა ნაწილებმა გამოთქვეს სურვილი, რომ იბრძოლონ რუსეთის მხარეს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის მითი, რომ რუსული არმია მეორე მსოფლიოში ეს ხოლმე ფარატინო ფურცლზე დაწერილი ნიშნებია, რუსეთის შეიარაღებული ძალები რეალურად არ შეადგენს 1 მილიონ ჯარისკაცს, მათ არ ყავთ ის რაოდენობა რეზერვი, რაც რეალურად უწერიათ. შესაბამისად, პენტაგონმა განაცხადა, რომ 50% რუსული არმიის შესულია უკრაინის ტერიტორიაზე. რთულია ვივარაუდოთ, რამდენია 50% და რაოდენობა რუსული არმიის, თუმცა უნდა ითქვას, რომ შესაძლოა იყოს ეს დაახლოებით 300,000 ჯარისკაცამდე. მიუთითებს იმას, რომ რუსული არმიის შესაძლებლობები უკვე არის პიკში. შესაბამისად, გამომდინარე აქედან მისი ქმედებების დინამიკა უფრო გახდება ბრუტალური, ისინი უკვე არ არადებიან პირდაპირ მშვიდობიანი მოსახლეობის და საცხოვრებლების იგივე
ინფრასტრუქტურის დაბომბვას, უხსენებად მარიუპოლში დაბომბვის შედეგად დაახლოებით 1500-მდე კაცი დაიღუპა სამწუხაროდ და ისინი პირდაპირ ესვრიან საავადმყოფოებს და იგივე ლავროვის განცხადება, რომელიც სრულიად აცდენილი იყო ყველანაირ ლოგიკას და უბრალოდ გამოსული იყო წყობრიდან მისი საუბრის დინამიკა და დიპლომატიურ ჩარჩოებსაც ხდებოდა. შესაბამისად თქვა რომ იმიტომ დაბომბეს საავადმყოფო რომ იქ ექსტრემისტები იყვნენ და ეს ფაქტობრივად თავის მოსახლეობასაც აღარჯერა უკვე და სანქციების მასშტაბებისგან გამომდინარე უკმაყოფილება რიცხვი უფრო და უფრო იმატებს კრემლის კარზე და ვიმედოვნებთ რომ ეს რიცხვი უფრო და უფრო გაიზრდება. შესაბამისად რუსეთი პუტინის რეჟიმი მის ხელთ არსებული ყველა რესურსს გამოიყენებს უკრაინაში არსებული აღებული ტერიტორიებზე პლასტარობის მოსაწყობად, თავდაცვის გასაწყობად, რომელიც გულისხმობს იგივე თავდაცვის მოწყობისას აუცილებელია რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, იგივე კრასუხა, თორე, იგივე ბუკები, იგივე რეაქტიული არტილერია და აი ეგ მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩნდება, იჩენს თავს, რომელიც უკრაინის მხარეზე მიუთითებს, ეს არის ის, რომ უკრაინის არმიას არ აქვს შემტევი იარაღი, შემტევითი ოპერაციებისთვის და სამწუხაროდ მცირე სწორი მოქმედების რადიუსსა და გამოიყენება აქტიურად ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო და ასევე ავიაციის წინააღმდეგ. ეს მომენტი არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქალაქების გამაგრება უფრო მყარად მოხდეს, შესაბამისად რუსული რესურსები იფიტება და შესაძლოა მათ ვეღარ შეძლონ ბრძოლის გაგრძელებას რაღაც ეტაპზეც კიდეც. აი ეს ამას მიუთითებს სწორედ ის, რომ ისინი აკეთებენ პლაცდარმებს, რადგან ეშინიათ და ფაქტობრივად საფრთხეს გრძნობენ იმას, რომ ყოველი მხრიდან ფაქტობრივად რუსული არმიას ელოდება ცეცხლი. იგივე ეს არის ტოტალური თავდაცვის სისტემა, ეს არის სამამულო უკრაინული გმირი ერის და ეს ფაქტობრივად მიუთითებს იმას, რომ გამარჯვების შანსი რუსული არმიის არის ძალიან მცირე და ყოველდღიურად იქნებს ეს მასშტაბი. მე მინდა ვიდრე შენ საუბრობდი იმაზე, რომ ხა ყველანაირი ძალების მობილიზება ხდება, კიდევ ერთხელ მინდა მაყურებელს შევთავაზო კადრები, რომელიც მოსკოვის შემოგარენში არის გადაღებული, კადრები, რომლითაც დავიწყეთ გამოშვება და კიდევ ერთხელ ნახოთ როგორი იყო რამდენიმე საათის წინ რეალობა ვნუკოვოს აეროპორტთან, ეს მოსკოვის შემოგარენია მართალია, მაგრამ მთავარი საერთაშორისო აეროპორტია დღეისათვის და ხედავთ სამხედრო ჯავშანტექნიკის გადაადგილებას, რომლის მიმართულებაც გახავთ სწორედ დასავლეთი და სავარაუდოა რომ უკრაინა სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, სხვადასხვა ინტერნეტ რესურსის გაანალიზების შედეგად მსგავსი სურათი როგორც ჩანს მოსკოვის გარშემო მდებარე ქალაქებში ხშირია, როგორც ჩანს, არ ვიცი, ყველა ფარეხში გაჩერებული ტექნიკა გამოჰყავთ და მიყავთ ახლა სწორედ კიევისკენ. იქნება კი ეს ამაზე გამოსაყვანე ტექნიკაც მიყავთ, ეს არის სრული კოლაფსის მანიშნებელი რუსეთის. ბოდიში რუსლან არ მესმოდა რაზე გამოსაყვანი? არაძე გამოსაყვანის სააღლომე ტექნიკა, რომელიც ანუ როგორც ჩანს სპეციალურ ფარეხებში იყო, რომ თქვა ჟანრი არ მოკიდებოდა და მისი საღებავი არ დაზიანებულიყო. მისი საბრძოლო დანიშნულება და მისი საბრძოლო ეფექტურობა კითხვის ნიშნულს იქნება, რადგან მას სხვა დანიშნულებით იყენებენ. ხო, ანუ შენ საუბრობდი იმაზე, რომ რესურსები ამოიწურა, აი ამ დროს გვესმის განცხადებები იმაზე, რომ მოწოდებები, რომ თქვათ, სირიიდან ჩამოვიდნენ დაქირავებული მებრძოლები, მოწოდებები იმაზე, რომ ვაგნერის შვილობილი სამხედრო კომპანია ამარტივებს რეკრუტირების პროცესს და ნებისმიერ მსურველს იყვანს მინიმალური სამხედრო გამოცდილებით სამსახურში და უშვებს უკრაინის მიმართულებით. არ ვიცი, კიდე აი ეს ნაბიჯები ასეთი ტიპის მებრძოლების ჩართვა საბრძოლო მოქმედებებში რა სურათის მონტანი იქნება არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ზოგადად, ანუ დაანძიმებს თუ არა აი ამ საომარ დანაშაულებს, რასაც უკვე ვხედავთ და იქნება თუ არა საკმარისი. ბუნებრივია ეს სურათის შესაცვლელად. ბუნებრივია ეს იქნება. ისე გაიგოს, რომ მხოლოდ რუსეთის სამხედრო ძალების შეფასებით ვარ დაკავებული. მე მაინტერესებს აი ამ მებრძოლების ჩართვა შეცვლის თუ არა სურათს, იმ სურათს, როცა ინიციატივა ახლა უკრაინელი სამხედროების ხელში. სტრატეგიული ინიციატივაა, თუმცა ოპერატიულ-ტაქტიკურ ოპერატესობას რაღაც ეტაპზე რუსეთი პლუს. დიახ, ამ სამხედროების ჩართულობა უფრო გაზდის სისხლის ბრძოლის სისხლის ბრძოლის სისასტიკეს, ესე ვთქვათ, ბრძოლის ყველაზე ინძური გახდება ომი. ხო, რა თქმა უნდა, ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩეჩნური დანაყოფების მიერ ეს ბრძოლაში ჩართვის შემდეგ შესაძლოა ითქვას, რომ არც ერთი მხარე უკვე თვეთ არ იყვანს ჯარისკაცებს და მიდის პირდაპირ ლიკვიდაცია ადგილზე.
ეს მიუთითებს იმაზე, რომ უკვე ბრძოლა შესულია, ომი შესულია ამ ეტაპზე და უბრალოდ აქ სხვა გამოსავალი აღარ არსებობს, სხვა გამარჯვება ან დამარცხება. უკრაინელი თავისი შესანიშნავი და ბრწყინვალე ლიდერით, თავისი მთავრობით და შესაბამისად დასავლეთის მხარდაჭერით ეს ყველაფერი შეძლო რომ მოებილიზნებინა თავიანთი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და 87% ჯერა უკრაინის გამარჯვების და შესაბამისად ეს მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის თავდაცვის უნარიანობა ეს ერთიურად ზრდის და შესაბამისად ამცირებს რუსულ საფრთხეებს. ვაგნერის ამ დანაყოფების ჩართვა ბრძოლის ველზე რა თქმა უნდა იქნება დამატებითი თავსატეხი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, თუმცა უნდა ითქვას, რომ აი სწორედ ამის გამო შევიდნენ ის ელიტარული გასამხედრებული დანაყოფები და ყოფილი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე დაახლოებით 20,000-მდე მებრძოლი. სწორედ ესენი იქნებიან გაგზავნილი ქალაქების დასაცველად და იმ გამოთავისუფლებული სამხედრო პოზიციებიდან ცალკეული ჯგუფები უკრაინის არმიის იგივე ტერიტორიული თავდაცვის თუ სპეციალური ოპერაციის ძალების იქნებიან გადასროლილი სხვადასხვა მმართველობაზე შეტევითი ოპერაციების საწარმოებლად. შემდგომად ეს დამცველები, ეს დაქირავებულები ძირითადად გამაგრდებიან ქალაქებში. გამომდინარე აქედან მე ვფიქრობ, რომ ძირითადად არსებულ სურათს არ შეცვლის ვაგნერის მებრძოლების ჩართვა, რადგან მათი რაოდენობა და მასშტაბი ვერ იქნება იმ რაოდენობის, რომ რუსულ რეგულარ არმიას გაუტოლდეს და შესაბამისად მათი კოორდინაცია იქნება ძალიან რთული, რადგან ისინი იგივე სირიელი მებრძოლების დისციპლინა ან მათი ასე რომ ვთქვათ საბრძოლო სული ვერ იქნება მაღალი და უნდა ითქვას, რომ ამ ბრძოლის სისასტიკიდან გამომდინარე მე გამოვრიცხავ, რომ სირიელი მებრძოლების იგივე თალიბანის ჩართვა ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი პოზიციები მნიშვნელოვნად გარდატეხა მოახდინოს ამ პოზიციაში, რადგან უკრაინული არმია იღებს შევსებას დასავლეთისგან, დღეს გავრცელდა ასევე ცნობა, რომ კრემლმა მიმართა პირდაპირ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ის მოახდენდა სადერეფნო ასე რომ ვთქვათ მარშრუტების დაბომბვას, რომელზეც რა თქმა უნდა ზომები და არ დაბომბოს ეს დერეფნები. იგივე ეს საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, იგივე ვახსენე S-300, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალების ძირითადად არის სტაციონარული ტიპის, რომელიც ადგილზე ბაზირებადია და ნახევრად მობილურია და ის ძალიან ეფექტური გამოდგა ფრთოსანი რაკეტებისა და რუსული სამხედრო ავიაციის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ეს სამხედრო არსენალი შევსება მოხდეს. სამწუხაროდ არ არის ცნობილი თუ რამდენი სხვათ რაკეტა შეიძლება ქონდეს, იგივე ბულგარეთსა და სლოვაკეთს საუბარია, რომ სვაბერძნეთს შესაძლოა ქონდეს 12 ბატარეაში არის 4 ერთეული, ანუ 16 მიმართველი, სამსა 16 რაკეტის გარსრულა შეუძლია და ძალიან ეფექტურია ეს. მნიშვნელოვანი ნაწილი ბრძოლის გაგრძელების უკრაინის სასარგებლოდ ეხლა არის ის, რომ რესურსები მიიღოს დროულად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და ავიაციის გაკონტროლება, პილოტირებადი ავიაციის შესაბამისად საფრთხის პრევენციას მოყვება ის, რომ თურქული უპილოტო საფრენი აპარატები გააქტიურდება და ისინი ჩაახშობენ იმ საარტილერიო და საზენიტო ცეცხლებს იმ პლაცდარმებზე, რომელსაც რუსული არმია ქმნის და შესაბამისად სამხედრო ოპერაციებს, სახმელეთო ოპერაციებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის ფაქტობრივად შესაძლოა თქვა რამდენიმე კვირიანი პროცესი. ხო, ძალიან დიდი მადლობა რუსლან, ეს თემა დიდია, რომ შეუძლებელია ერთი ინტერვიუს ფორმატში ამოიწუროს, ამიტომ აქ მოგვიწევს დროებით შეწყვეტა, იმედი მოხს დროებით. რუსლან შავაძე, საერთაშორისო საზოგადოების და უსაფრთხოების მკვლევარი იყო ჩვენი სტუმარი. რუსლანს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. და რა რეალობა იქნება უკრაინაში მას შემდეგ, რაც უკვე ვხედავთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მოტაცებას, გაუჩინარებას, მელიტოპოლის მერი მეორე დღეა გაუჩინარებულია, მოტაცებულია უბრალოდ და მისი ადგილსამყოფელის შესახებ არავინ არაფერი იცის, მათ შორის ოჯახის წევრებმაც კი. ზოგადად რა ახალი რის გაკეთებას შეეცდება ახლა იმ ქალაქებში, სადაც მეტნაკლებად უკვე მოიკიდა ფეხი რუსულმა სამხედრო არმიამ კრემლი და რა მიმართულებით უნდა ველოდოთ ახალ პროვოკაციებს. გივით არგამაძე შემოგვიერთება პირდაპირ ეთერში, უსაფრთხოების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც კარგად იცნობს როგორც უკრაინულ რეალობას, ასევე კარგად იცის ის ტაქტიკა და ის მეთოდები, რომელსაც რუსეთის
ხელისუფლება იყენებს ხოლმე როგორც მეზობელი სუვერენული სახელმწიფოების დასათრგუნად, ასევე თქვათ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. კი საღამო მშვიდობის მოგესალმები. მე მინდა დავიწყოთ საუბარი იმ პრეცედენტით, რაც გუშინ დაფიქსირდა, თუმცა ეჭვი მაქვს, ეს არ იქნება ერთადერთი, ეს პირველი იყო, მე ესეთი ეჭვი მაქვს ყოველ შემთხვევაში. ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საუბარი მაქვს მელიტოპოლზე, მერის გატაცებაზე ოკუპანტების მხრიდან. რის მიღწევას შეეცდება ახლა რუსეთი აი ამ ქალაქებში და თქვათ შენ ელოდები და ვარაუდობ თუ არა, რომ ეს მეთოდები, ეს თქვათ უხეში ხისტი ფორმები კიდევ უფრო ბინძური გახდება. ანუ ეხლა ჩვენ ნახეთ დაახლოებით რაც უნდა თქო, იქაც ალბათ მეზობელში, იმიტომ რომ ეხლა დაიდო ზუსტად ინფორმაცია, რომ ამზადებენ ეს სწრაფად მეთოდით, ასე ვთქვათ, სხვადასხვა იმის ქალაქის საკრებულოს წარმომადგენლებთან ამზადებენ რეფერენდუმს იმისათვის, რომ გამოაცხადონ ხერსონის დამოუკიდებელი რესპუბლიკა. ცოტა სასაცილოც არ მარტო გითხრათ, იმიტომ რომ ის დონეცკი და ლუგანსკი კიდე რაღაც მესამედები აქვს ოლქის აღებული, ერთი ხერსონი ცალკე აღებული ქალაქი, პატარა ქალაქია, საკმარისად, ამიტომ მაგრამ ესეთ რაღაცებს მაინც გააკეთებენ იმისათვის, რომ რაღაცა მაინც გააკეთონ, ხო? რა აზრი ხერსონის დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებას, მაგრამ აი ესეთ ასე ვთქვათ აქტიურ ფიგურებს, რომლებსაც შეუძლიათ ამისთვის ღია წინააღმდეგობის გაწევა, ცდილობენ ჩამოაცილონ, ასე ვთქვათ, საჯარო სივრცეს. ამას მე მხოლოდ ამას მიეძღვნა ეს როტაცია მელიტოპოლის მერის, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში რომ მელიტოპოლის მერი რა იმას ისე ვერ შემოაბრუნებენ რუსული პროპაგანდისტი გახდეს, უბრალოდ როგორც ჩანს რაღაც ახალ პროცესს არ უხელმძღვანელოს ამისათვის არის. ეს ყველაფერი, მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ ეს არის რაღაც იმდენად წვრილი რაღაც სულელური მაქინაციები, რომ ამ ფართო მასშტაბიან სურათში საერთოდ აზრიც არ აქვს ამას არანაირი. უბრალოდ რაღაც უშუალო ხელმძღვანელობასთან რაღაც ჩვენ ნახეთ რომ თუ კი რაიმემ გააჩერა ეს აგრესია, თუ კი რაიმემ შეაკავა რუსეთის არმია, პუტინის დაგეშილი ურდო, ასე ვთქვათ, არის უკრაინელი ხალხი. მე არ მინდა დაუკარგო ის გმირობა უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც მათ ამ 17 თუ 16 დღის განმავლობაში გამოიჩინეს, მართლაც სასწაულს აკეთებენ ეს ჯარისკაცები, ეს ლეგიტიმი ბრძოლები, მაგრამ რომ არა უკრაინელი ხალხის სულისკვეთება და განწყობა, ერთი არც უკრაინელ ჯარისკაცებს არ ექნებოდათ ის შემართება და მართლაც დაფრთიანებულები იბრძვიან ფრონტის ხაზზე და მეორე რუსეთი კარგად მიხვდა, რომ იქ არანაირი მეხუთე კოლონა მას არ ელოდება, რომ იქ იოლი გასაირნება მას თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით უპირატესობა მოიპოვოს, იქ არ ელოდება. აი ამ ფონზე, როდესაც არის მკვეთრად და ნათლად ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აზრი, როდესაც უკრაინელი ხალხი არის წინააღმდეგი იმისა, რომ მათი ტერიტორია ოკუპირებული იქნას და მათი თავისუფლება წართმეული, აი ამ ფონზე ევროპის სადაზვერვო სამსახურები ავრცელებენ ინფორმაციას, რომელსაც შემდეგ ჟურნალი ეკონომისტიც ასე ვთქვათ ავრცელებს და იმეორებს, რომ FSB-ში არსებობს გეგმები იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს საჯარო ეგზეკუციები თემის ლიდერებისა, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა, ადამიანებისა, ვისაც უკრაინელი ხალხი უსმენს, მიყვებას, ჯერა და ვის მხარდამხარ, ასე ვთქვათ, ყველა ერთად იბრძვის. რამდენად რეალურად გესახებათ თქვენ ასეთი სცენარი და მაგალითად გუშინ ნახეთ, რომ ერთ-ერთი ესეთი შემთხვევა, ტრაგიკული შემთხვევა, სუიციდით დასრულდა, როდესაც მიდიოდა ზეწოლა, რომ მას ვთქვათ, ასე ვთქვათ, ოკუპანტების ხელით ემართა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სიცოცხლე დაამთავრა თვითმკვლელობით. აი, როგორ ფიქრობთ, თქვენ ელოდებით, ვარაუდობთ ასეთი სცენარის გამეორებას? გამორიცხავ, ნამდვილად ვერ გამორიცხავ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ პუტინი მოქმედებს ადამიანურობის ზღვართ მიღმა, ხო? ამიტომ ნებისმიერი კოშმარი სიგიჟე რაც შეიძლება წარმოიდგინო, მაინც დასაშვები არის, რომ განხორციელდება. თუმცა ასეთი მოქმედებით მე ვფიქრობ, ერთი რომ თვითონ რუსეთში მაინც საბოლოოდ გაიფორმებენ თავს როგორც ფაშისტები, იმიტომ რომ თავისივე გადაღებულ პროპაგანდისტულ ფილმებში
მეორე მსოფლიო ომზე ამას აკეთებენ გერმანელი ფაშისტები. ეს ფუნქციას არ ადარდებთ ახლა თვითონ არ ადარდებთ, მაგრამ ეს ხო მაინც მოქმედებს. უკვე არაფერი აღარ ადარდებთ, იმიტომ რომ თავისთავად სადარდებელი ხალხ პუტინს აქვს თავარი, საკუთარი სიცოცხლე და თან ამ სიცოცხლის დამთავრება არა როგორც ვთქვათ, სტალინმა დაამთავრა, არა თუნდაც ბოროტი, მაგრამ დიადი, ხო? წარუმატებელი, ისეთი როგორც იყო ის, ვთქვათ, თავის კარიერის დასაწყისშიც, როცა რეზიდენტი იყო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, იქ წარუმატებელი რეზიდენტი იყო და დანარჩენი მთელი მისი ცხოვრებაც იყო წარუმატებელი და უნდა დაამთავროს ახლა ესე. ამიტომ დეტალები მას რო აღარ ადარდებს, ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ერთი რამ რაც არის ძალიან კარგი, ხოდა თან ამ ეგზეკუციების ჩატარება მოუწევთ ძალიან შეზღუდულ სივრცეში, იმიტომ რომ ვთქვათ, იქ სადაც თვითონ იდგენ ისედაც ელენერის და დნრის ტერიტორიაზე, იქ საკუთარ ხალხს, საკუთარ ხელდასრულ ლიდერებს თუ მოუწყობენ ეგზეკუციას და დანარჩენი 3-4 მცირე ქალაქზეა სულ აპარატი, ხო? ამიტომ ასე ვთქვათ, გავლენის სიტუაციაზე გავლენის თვალსაზრისით ეს არ შეცვლის, ხოლო როგორც საერთაშორისო მეგობრობის თვალში, ასევე მაინც რუსების რაღაც ნაწილის თვალში თავს კიდევ უფრო დაიზარალებენ, ეს ესე იქნება. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რაც აკეთებს უკრაინის სამხედრო პროპაგანდა, ასე ვთქვათ, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და დაზვერვა უცხოური დაზვერვების დახმარებით, რა თქმა უნდა. როდესაც ისინი ახდენენ პრევენციას ესეთი რაღაცეების, ხო იგივე ზელენსკიზე იყო რამდენიმე და ლიკვიდაცია. მათ შორის და მაგალითად იგივე გუშინდელი ბელორუსიასთან დაკავშირებული სიტუაცია, ანუ წინასწარ ხდება გამოცხადება, რომ ეხა ისინი აპირებენ ამას და ეს მაინც გუდავს ასე თუ ისე რუსებს ესეთ მოქმედებაში. ანუ ხო ერთის ვიძახით რომ არ აინტერესებს, მაგრამ ხედავთ რომ გუდავს და თქვათ ეს წინასწარ ძალიან გასაჯაროებული რაღაცები არ მოხდა. მერე და რაღაცებზე თავი შეიკავეს. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის. ამ ესეთი ეგზეკუციით კიდე მეორეს მხრივ ის რომ მე მგონი არანორმალურის გარდა არავინ არ ფიქრობს რომ ამით შეიძლება გადატეხო ეხლა ეს ენთუზიაზმი და ეს мотиваცია უკრაინელი ხალხის, ხო? ერთხელაც რო ჩამოგვდა, რამდენი რამისგან შედგება ეს мотиваცია, იმიტომ რომ უკრაინელებს უდიდესი ტრადიცია ჰქონდათ, ეს როგორ არ გაითვალისწინა არავინ არ ვიცი, ხანგრძლივი ომის, პარტიზანული ომის, სწორედ ესეთი ომის, რომელშიც ჩართული არის მთელი საზოგადოება და მრავალწლიანი, ხო, ისინი იბრძოდნენ ჯერ ბოლშევიკებთან, თან წარმოიდგინეთ, რომ უკრაინას ბოლშევიკებმა უქნა ჯერ ის, რაც ყველას გვიქნა, ხო, ყველა გასაბჭოებულ ქვეყანას. მერე დაამატა 22-23 წლებში გალადამორე, როდესაც უბრალოდ საჭმლის ხელიდან გამოგლეჯვის მეთოდით სხვა მომცემებით 4-დან 8 მილიონამდე ადამიანი მოუკლა შიმში. ამის შემდეგ მათ მოუწიათ გერმანიასთან ომი. მერე მოუწიათ პარტიზანული ომი კომუნისტებთან 56 წელს განადგურდა ბოლო რაზმები უპასი და აი ამ ხელ ტრადიცია და ამ ხელ სიბრაზე იყო და დაგროვილი და ეს ააფეთქა და აი ტორპედირება გააკეთა, რა ვიცი, ზემოტივაცია გააჩინა პუტინმა მაშინ, როდესაც მიმართა უკრაინელებს, რომ მათ არ აქვს არსებობის უფლება, ანუ მათი ქვეყანა არ უნდა არსებობდეს. ეხლა ისინი რაღაც ტერიტორიას კი არ იცავენ, თქვათ, ლუგანსკს და დონეცკს, ან უბრალოდ ღირსებას კი არ იცავენ. არსებობის უფლებას იცავენ, ცხოვრების სიცოცხლის უფლებას იცავენ და საკუთარი ქვეყნის ქონის უფლებას იცავენ. და მეორე მხარეს რა არის, ხო? არაფერს ხედავთ, რომ წარმოუდგენელ სამოსში აღჭურვილია, რა ვიცი, ზოგი კეტებით, ზოგი რაღაცა, აი ეს წვეულამდელები, რომლებიც ფიზიკურადაც განუვითარებლები არიან, გონებრივადაც რაღაცა, ამ ხალხმა იუმოს იქ შეუძლებელია, მაშინ ქონდა დაახლოებით დანაზღაურება თუ არ ვთქვი $30-მდე, არც საჭმელი ჩვენ ნახეთ, ხო, საჭმელი ეხლა რაც აქვს 7 წლის წინ გასული მოხმარების ვადა. ანუ მთლიანად არიან მეშვეობულები მარადიორობაზე და აი რასაც მოიპოვებენ ეს ერთი. მეორე ნახეთ ჩვეულებრივი ტანკისტი, რომელიც ტანკით უკეტავდა გზას საჰაერო სადესანტო ჯარების სარდლის მოადგილეს, გენერალს, აგინებდა დედას უბრალოდ იმიტომ რომ ის იყო მედესანტე და მიუხედავად იმისა რომ ის ამ გენერლის დაცვამ სასტიკად შემოგვი გაბინტულიც აღიზარდა ამ გენებას და ეძახა რომ უბრალოდ იმიტომ რომ შენ ხარ მედესანტე მე ვარ ტანკისტი, ერთად ვთქვი, მე ვნახე ეს გენერალი, რომელიც ფეხზე ამდგარეს, სვამდა ქართველი ჯარისკაცების საგრძელოს,
რომელმაც მისი კოლეგა ფეხოსანთა სარდლის მოადგილე ხროლოვი დაჭრეს და იძახდა რომ ერთ-ერთი რაზეც დარდობს რომ ის არ მოკლეს, იმიტომ რომ ეს ფეხოსნები არიან ყველაზე საზღვრები, ისინი ჩადიან ამ დანაშაულებს, მე აბრალებენ მედესანტებს, ამას დავამატეთ რომ მანვე თქვა რომ დაშვებულია რომ ჭურვების, რაკეტების ყველაფრის 30% არ ფეთქდება, ტექნიკის 30% ადგილიდან ვერ იწურება უბრალოდ. და როგორ შეიძლება ამჯერმა და мотивация ნორმალი, ხო? რომ აი შეადარეთ ეს ყველაფერი და თავიდანვე გამორიცხავდეთ აქ რუსეთის წარმატებას. კი, თქვენ ახსენეთ 2008 წლის ომიც და ნუ მაშინ უბრალოდ უნდა აღნიშნოთ რომ ჰააგის სასამართლომ ძალიან მოხარულება. ყველა პუნქტში გაამართლა და პასუხისგებლობა საომარ დანაშაულზე კაცობრიობის. ეს თან გაითვალისწინეთ რომ ეს არის ჯერ ერთი ეპიზოდი, ეს არის იზოლატორის ეპიზოდი თლიანობაში. კი, რა თქმა უნდა, გეოგრაფიულ ადგილზე ვსაუბრობთ ერთი და იგივე ბრძოლის. ბატონო, ბოლო კითხვა და დავასრულოთ დღეისათვის. თქვენ ახსენეთ გენერლები, საუბრობთ იმაზე, რომ თქვათ, არის მსხვერპლი. ჩვენ ვუყურებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან დიდია, როგორც ადამიანური დანაკარგები რუსეთის მხარეს, 12000 გარდაცვლილ ჯარისკაცზე, რუს ჯარისკაცზე საუბრობს უკრაინის თავდაცვა და ასევე ვნახეთ, რომ დაახლოებით 4 გენერალი თუ სწორად მახსოვს და ერთი პოლკოვნიკია გარდაცვლილი. ძალიან მაღალი მაჩვენებელია ეს. რაზე მეტყველებს თქვენთვის ასეთი მაღალი სიკვდილიანობა უკვე სარდლობას შორის, ასე ვთქვათ? პირველ რიგში საწყის ეტაპზე გაწირეს, გაუშვეს მიზანმიმართულად სიკვდილი. აი ესე ვიტყოდეთ. პირველ ეტაპზე ეს იყო გაუაზრებლობა და აი ეს ბრავადა, რომელიცაც ისინი შევედნენ და მნიშვნელოვანი არის რომ აი ის გენერალი, რომელიც იძახდა, რომ 2 საათში აიღებდნენ კიევს, დაახლოებით ზუსტად აი 2 საათის განმავლობაში მოკლა უკრაინელმა სნაიპერმა. დასაწყისში. ამიტომ ეს პირველ ნაწილში უფრო ეს იყო მე მგონი და ეხლა რა თქმა უნდა არის ის რომ ერეკებიან, ეხლა მიდით და თქვენ თვითონ დაალაგეთ. იქ როგორც გინდათ ეს სიტუაცია, როგორ უნდა დაალაგონ ეხლა იქ მე თან ახლა რა გენერლებზე ალაპარაკი და აი მოვისმინეთ ხო ერთ-ერთი ჩანაწერი სადაც იძახის ეს ჯარისკაცი რომ კოლონის თავში მივედი გენერალი მთვრალია ჭკუაზე არ არის ის ჭკუაზე არ არის ყველა ესე მთვრალი სად მივდივართ საერთოდ არ ვიცი ხო ამიტომ არის მსხვერპლი იმიტომ რომ ეს გენერლები საერთოდ არ არის შეჭრული ეხლა იმ ვთქვათ ესე საომარ სიტუაციაში ფიზიკურ ომს და იქ კიდე ამ პანიკისგან ხრებიან შესაბამისად და ესე ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგები იგივე კალესნიკოვი იგივე და მაგათზე უფრო მნიშვნელოვანი არის მაინც აი ეს როტების მეთაურები და ასე შემდეგ ეს უფრო მებრძოლი რგოლია ასე ვთქვათ და მან და ძალიან დიდი დანაკარგი რაც ძალიან მნიშვნელოვანია ოცეულების ასეულების ბატალიონების მეთაურები ძალიან დიდი მსხვერპლია აი ესეთ ოფიცერთა რგოლში რომელიც უშუალოდ იბრძვის და იმიტომ არ ვიცი დადის მე ეს კოლონები ესე გზააბნეულად და იმიტომ დარბიან ეს ჯარისკაცები მე დღესდღე გასაგები ძალიან დიდი მადლობა გივით არგამაძე იყო ჩვენი სტუმარი ვსაუბრობდით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე თუმცა მადლობა ბატონ გივის კიდევ ერთხელ თუმცა უკრაინის პარალელურად გვერდს ვერ აუქცევთ ვერც საქართველოს მით უმეტეს იმ რეალობაში როდესაც საქართველოს არ შეუერთდა საერთაშორისო რუსეთისთვის დაკისრებულ ეკონომიკურ სანქციებს და აი ამ პირობებში ხედავთ იმას რომ საჰაერო მიმოსვლა მართალია რუსეთთან დახურულია ამ დროისთვის მაგრამ ყველასათვის გასაგებია რომ შემოვლითი გზებით ხდება საქართველოს გამოყენება უამრავი რუსეთის მოქალაქე მოდის გრძელვადიანი მიგრაციით საქართველოში ყოველგვარი კონტროლის გარეშე მოდის ისე რომ არავინ აკონტროლებს არც უსაფრთხოების რისკებს, არც პოლიტიკურ რისკებს, ეკონომიკურ რისკებს თუნდაც და ზოგადად რა გამოწვევის წინაშე აყენებს ქვეყანას ეს ფაქტი, ეს პრეცედენტი, მაშინ როდესაც რუსეთის ტრადიციული მოკავშირეებიც კი, მაგალითად ყაზახეთიც კი მთელი რიგი მიმართულებით ეკონომიკურ ურთიერთობას ერთგვარად აჩერებს, აფერხებს და ითხოვს დროს იმისათვის, რომ გადააფასოს როგორი იქნება რეალობა მომავალში, აი ამ პირობებში, როდესაც უამრავი რუსეთის მოქალაქე ცდილობს გაიქცეს ახლა პუტინის რუსეთიდან. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ
ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქის მიერ საქართველოში ჩაწერილი ვიდეო ბლოგი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება და უკვე შემდეგ სტუმრებთან ერთად გავაგრძელოთ საუბარი ამ პრობლემაზე, იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ახლა თავშესაფარს ეძებენ, სრულიადაც არ აფასებენ უკრაინაში განვითარებულ სისხლისმღვრელ ომს, ისე როგორც ამას მთელი მსოფლიო და რეალურად სწორედ პუტინის პროპაგანდას იმეორებენ და ტირაჟირებენ ახლა უკვე ჩვენს ქვეყანაში. Когда начались события, грузины поняли, что русские сейчас оказались в той ситуации, в которой они были когда-то в 2008 году. И они стали с сочувствием относиться ко всем, к русским, к украинцам, ко всем. Прошло еще 2 недели, поработала пропаганда, грузины стали агрессировать. Пошли мы на улицу банков, чтобы получить наши застрявшие рубли. Приходим в один банк, там сидит молодая девушка на ресепшене. Подхожу и говорю, вот так и так, нам надо получить перевод из России. Он говорит, из России перевод? Нет, вы у нас не получите. Можете сразу разворачиваться и уходить. Идем во второй банк. Во втором банке нам вообще заявляют, что процедура регистрации займет 3 дня. Мы приходим в третий банк. Я, значит, также подхожу к девушке, все дела. Говорит, идите отсюда, я ничего вам оформлять не буду. Она начинает истошно кричать, вы русские, вы агрессоры, идите отсюда. В Грузию нахлынуло огромное количество русских и белорусов, то цены взлетели моментально. Буквально за сегодня они поднялись уже в 2 раза. И более того, 3 арендодателя отказали нам, потому что мы русские. ხო, ну რატომღაც უკვირთ ამ ადამიანებს ის სამართლიანი შეკითხვები და პრეტენზიები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ, იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელსაც 2008 წელს რუსეთმა ბომბები დაუშინა, მათ შორის საცხოვრებელ კორპუსებსაც, როდესაც უკანონოდ მიიტაცეს და საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ ჩვენი ტერიტორიების 20%, როდესაც კვლავაც თბილისიდან 30-40 კილომეტრის დაშორებით ახალი ბაზები ჩააყენეს რუსმა ოკუპანტებმა და კვლავაც ემუქრებიან ჩვენს სახელმწიფოს, მათ შორისაც გაქრობით და განადგურებით. რატომღაც ამ ადამიანებს უკვირთ ასეთი დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც ისინი კიდევ ერთხელ ვიტყვი, თვლიან, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესების შეფასება, როგორც რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის თურმე პროპაგანდის მუშაობა. თურმე. რეალურად ვისი პროპაგანდა მუშაობს ახლა უკვე თბილისის ქუჩებში, ყველა კარგად ხედავთ. ჩვენ საქართველოს ეკონომიკაში გაჩენილ შაუხროლებზე საუბარს ძალიან მალე გავაგრძელებთ. მანამდე კი მინდა შევეხო ჰააგის თემას, ჰააგის ტრიბუნალს, სადაც მაღალი ალბათობით ვიხილავთ უკვე სხვა რუს მაღალჩინოსნებსაც. თამარ ონიანი იქნება ჩვენი სტუმარი, იურისტი და სამართლის ექსპერტი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან. თამარ, მოგესალმებით, თუ გესმით ჩემი. მოგესალმებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე მინდა დავიწყოთ პირველ რიგში უკრაინაში შექმნილი ვითარებით. აი, რასაც ახლა თქვენ ხედავთ, რასაც ახლა თქვენ უყურებთ, რამდენად საკმარისია იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოში და ნებისმიერ საერთაშორისო ტრიბუნალზე უკვე დაიწყოს პროცესი კონკრეტულად რუსეთის მთავარსარდლობის წინააღმდეგ, მათ შორის ცხადია პირველი ინტერესის საგანს წარმოადგენს ვლადიმერ პუტინი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ასევე მივესალმები თქვენს მაყურებელს. ნამდვილად ჰააგაში საქართველოს და უკრაინის სიტუაციასთან დაკავშირებით არსებობს, ესე ვთქვათ, პირდაპირ მსგავსება და ამას თავად პროკურორიც ქარიმ ხანიც ადასტურებს საკუთარ განცხადებაში, რომელიც 10 მარტს გამოქვეყნდა. კერძოდ ის ამბობს, რომ 2008 წლის ომის კონტექსტში ჩადენილი დანაშაულები თავისი არსით, ესე ვთქვათ, გამეორებულია უკრაინის შემთხვევაში და ცხადად, ესე ვთქვათ, მიუთითებს ამ მსგავსებაზე. რაც ეხება თქვენს კითხვას, ესე ვთქვათ, რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნების ბრალეულობასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ 10 მარტს, როდესაც ესე ვთქვათ, ქარიმ ხანმა მიმართა ICC-ის წინა სასამართლო პალატას და მოითხოვა 3 პირის მიმართ დაკავების განჩინებები, აქვე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არსებობდა მტკიცებულებები რუსეთის შეიარაღებული ძალების მაიორ გენერალსა და ასევე საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილესთან, ვიაჩესლავ ბორისოვთან დაკავშირებით, თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ის
დღეის მონაცემებით არის გარდაცვლილი, ვერ მოხდა ცხადია მასთან დაკავშირებით, ესე ვთქვათ, დაკავების განჩინების წარდგენა. ცხადად ადასტურებს ეს განცხადება იმას, რომ 2008 წლის ომის კონტექსტში შეტანილ დანაშაულებში ფიგურირებენ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მაღალჩინოსნები და ასევე რუსეთის მაღალჩინოსნები. თუმცა ეს განცხადება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ესე ვთქვათ, ამით რაღაც პროცესი დასრულდა. პირიქით, ეს პროცესი ახლა იწყება და ახლა ესე ვთქვათ, როგორც ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას სჭირდება, რომ იყოს ძალიან ყურადღებით იმისთვის, რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გაამართლოს, ესე ვთქვათ, მისი როგორც ინსტიტუციის ეფექტიანობა და წაუყენოს ასევე ბრალი იმ პირებს, რომელთა ესე ვთქვათ პირდაპირ დანაშაულებრივი ქმედების ესე ვთქვათ შედეგი იყო 2008 წლის ომი და რომლებიც დღეს იგივე ქმედებებს თავად პროკურორის განცხადების თანახმად ახორციელებენ უკრაინაში. კი ბატონო, აი შენ თქვით რომ პროცესი ახლა იწყება, რომ ახლა იწყება რეალურად იმისი ჩვენი სიმართლის დამტკიცება, ასე ვთქვათ, კიდევ აი რა მიმართულებით შეიძლება განვითარება ჰპოვოს ამ საქმე, მით უმეტეს როგორც ჩანს აი ჰააგის ინსტანციის განცხადებიდან, როგორც ჩანს ინტერესი ძალიან მაღალია, მით უმეტეს უკრაინის მოვლენების შემდეგ ყველა კარგად ხვდება საქართველოში 2008 წელს განხორციელებული აგრესიის კონტექსტსაც, აი თქვენი აზრით, თქვენი შეფასებები როგორია, რა კონკრეტულად რა განვითარება შეიძლება პოვოს საქართველოსთან დაკავშირებით ახლა ამ პროცესმა, რა ხელშესახები შედეგები შეიძლება კონდეს ქართულ მხარეს. პირველ რიგში პროცედურულად განმარტავ, ესე ვთქვათ, როგორ წარიმართება მოვლენები, პროკურორმა მიმართა წინასასამართლო პალატას და მოითხოვა მისგან განჩინებები ამ სამი, ესე ვთქვათ, სამხრეთ ოსეთის ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ. ჯერ მოლოდინის რეჟიმში ვართ და არ ვიცით წინასასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს და იმედია, რომ გონივრულ ვადაში გადაწყვეტს და გამოსცემს დაკავების ორდერებს და ამის შემდგომ უკვე მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ამ ორდერების აღსრულების საკითხი, იმიტომ რომ როგორც საზოგადოებას მოიხსენება, რუსეთი არ არის რომის სტატუტის წევრი სახელმწიფო, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ცხადია არის, გახდება და იქნება ამ დამნაშავეების თავშესაფარი. ამიტომ აქაც მნიშვნელოვანია, რომ იყოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რომ მან გადასცეს ეს პირები უკვე, ესე ვთქვათ, ჰააგის სასამართლოს და ამასთანავე პროცედურულად თუ კი, ესე ვთქვათ, ეს პირები გადაკვეთენ რუსეთის საზღვარს და მოხვდებიან იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებიც არიან რომის სტატუტის ხელშემკრალი სახელმწიფოები, ასეთი დღეის მონაცემებით 123 სახელმწიფოა, მათი მეშვეობით უკვე უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების აღსრულება და ამისთვის რომის სტატუტის წევრმა სახელმწიფოებმაც აქტიურად უნდა ითანამშრომლონ ჰააგის სასამართლოსთან, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, მას რაიმე თავისი საჯარისო შენაერთი ან საპოლიციო ძალა არ გააჩნია. კი ბატონო, თამარა, ვიდრე ჩვენ საუბრობთ, ანუ უკრაინაში კვლავაც იბომბება, მაგალითად მარიუპოლის ახლა უკვე აღმოსავლეთი ნაწილი და იქ მოქმედებს ჰუმანიტარული დერეფანის, რომელიც ამწუხაროდ რუსული სამხედრო შენაერთების მხრიდან ისევ ინტენსიური ცეცხლის ქვეშ ყვება ხოლმე. აი ესეთი ტიპის დანაშაული რამდენად მძიმე კატეგორიას განეკუთვნება ნებისმიერი ჰააგის იქნება თუ ეს ნებისმიერი სხვა ტრიბუნალის მიდგომებით, რამდენად მძიმე კატეგორიის დანაშაულზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, აქ ცხადია, რომ საერთაშორისო სამართლის ყველაზე მძიმე დარღვევებს აქვს ადგილი და თუ კი ვნახავთ ჩვენ 2022 წლის 2 მარტის განცხადებას ჰააგის სასამართლოსი, ცხადად არის აღნიშნული, რომ გამოძიება კონცენტრირდება ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე და შეაფასებს ამას, ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, საომარი მდგომარეობა არც ერთ სახელმწიფოს არ ათავისუფლებს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებისგან და იმავდროულად თავად ესე ვთქვათ მოქმედებს ჰუმანიტარული სამართალით, რომელსაც აქვს თავისი კონკრეტული წესები და რომელიც იცავს უბრალო ადამიანებს, ჩვეულებრივ ადამიანებს და მოქმედებს ესე ვთქვათ ადამიანის უფლებების დაცვის პრიმატი.
კი ბატონო, ჩვენ თუ კი ვსაუბრობთ აი ამ ძალიან მძიმე შემთხვევებზე, რომელიც უკრაინაში ხდება, არ ვიცი ხა თქვენ ცხადი ალბათ ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი აქტიურად ადევნებთ თვალყურს იქ განვითარებულ პროცესებს. მარიუპოლის შემთხვევა სრულიად უნიკალურია, ბლოკადაშია ქალაქი მოქცეული. კიდევ თუ არ ვიცი თქვენ პირადად აი თუ შეგიძლიათ გამოყოთ რომელიმე кейსი, რომელიც წესით და რიგით განსაკუთრებული შესწავლის საგანი უნდა გახდეს. უკრაინაში მიმდინარეობენ. თქვენ გულისხმობთ უკრაინის გარეთ მიმდინარე მოვლენებს თუ თავად უკრაინაში? თავად უკრაინაში. ეს ესე ვთქვათ, ჰაგის სასამართლოს კომპეტენცია და ფარგლები შეეხება ზუსტად აი ამ უკრაინის სიტუაციას და ჯერჯერობით ესე ვთქვათ, ტერიტორიულად მკაცრად განსაზღვრული არ არის თუ რომელ ტერიტორიებს შეეხება. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინაში თითქმის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს საომარი მოქმედებები და ამდენად დაველოდებით ჰაგის სასამართლოს. ხო, აი ვიდრე ჩვენ საუბრობდით იყო ესეთი ინფორმაცია გავრცელებული, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩვენ შეგვიძლია მე მგონი ამ განცხადების ფოტო მასალაც ვნახოთ, უბრალოდ მითითებისა, რომელიც შოიგუს მიერ არის გამოცემული, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ, სადაც საუბარია იმაზე, რომ თუ კი რუსეთის სამხედრო მოსამსახურები ცეცხლს გაუხსნიან სამოქალაქო ობიექტებს, ისინი დათხოვნილი იქნებიან სამსახურიდან. ეს შეიძლება მივიჩნიოთ როგორც ერთგვარად ირიბი აღიარება იმისა, რომ ამგვარ ფაქტებს ადგილი ჰქონდა დღემდე. და თუ რა არის ეს აღიარება თუ პასუხისმგებლობის რიგით ჯარისკაცებზე გადატეხა, რომლებსაც წესით არ უნდა ჰქონდეთ არც სადაზვერო, არც ოპერატიული ინფორმაცია, რომელი სამოქალაქო ობიექტია, რომელი არა და რეალურად ზემოდან მიღებულ ბრძანებებს ასრულებენ. ამ განცხადებას ესე ვთქვათ, თქვენი ეთერის საშუალებით გავეცანი პირველად, თუმცა ზოგადად საერთაშორისო სამართალში ცხადად აღიარებულია ის პრინციპი, რომ როგორც სახელმწიფო, ესე ვთქვათ, წარმომადგენლების, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გაკეთებული განცხადება შეერაცხება თავად სახელმწიფოს და რა თქმა უნდა, ისეთ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკვე საერთაშორისო სასამართლოებში, როგორც მტკიცებულება კონკრეტული პოზიციის დასადასტურებლად. და პრაქტიკა როგორია? ანუ ვისი პასუხისმგებლობა დგება, იმიტომ რომ ცხადია, მთავარი შემოქმედები არიან, ასე ვთქვათ, ამ სამხედრო იერარქიის და ვერტიკალის სათავეში, ხო? როგორ მიყვება პროცედურულად პასუხისმგებლობის ჯაჭვი და აი თუნდაც საქართველოს შემთხვევაში შესაძლოა თუ არა ის სამი პირის გარდა კიდევ გამოიკვეთოს, ვთქვათ, ზედა ეშელონები, საიდანაც მოდიოდა დანაშაულებრივი ბრძანებები, მაგალითად ბორისოვამდე ვიღაცა მიიტანა ხო ბრძანება, ან მინძაევამდე კონკრეტულად კიდევ სხვა რგოლი იყო, მინძაევს კიდევ სხვა ზემდგომი პირები ჰყავდა იერარქიულად, ანუ აი ეს მექანიზმი როგორ არის საერთაშორისო სამართალში? დიახ, პირველ რიგში დავაზუსტოთ ის, რომ ჰაგის სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, განსხვავებით იგივე ევროპული სასამართლოსგან ან მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსგან, საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის გავაგრძელებთ ადვოკატირებას როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო დონეზე სასამართლოსთან უფრო მეტი პირის პასუხისმგებლობის გამოკვეთის თვალსაზრისით, თუმცა გამოძიებას აქვს თავისი გამოწვევები, რაზეც არაერთი წელია ჩვენ ვსაუბრობთ და მომავალი გვაჩვენებს რეალურად რა მოხდება, თუმცა ჩვენ თავარია რომ ჩვენის მხრივ ძალისხმევა არ უნდა დავაკლოთ და გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა, სადაც მოგვეცემა სიმართლის დამტკიცების საშუალება. ეთილი, დიდი მადლობა, თამარ ონიანი იყო ჩვენი სტუმარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან. ჩვენ რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით და ვისაუბრებთ საქართველოს ეკონომიკაში გაჩენილ შავხრელებზე და როგორ აპირებენ სხვადასხვა რუსული კომპანიები საქართველოს გამოყენებას იმისთვის, რომ დასავლეთის სანქციებს თავი აარიდონ.